მინდა მივესალმო ბატონ ნიკოლოზ ალავიძის, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილეა და ამჟამად ის GeoCases მრჩეველთა საბჭოს წევრია. მოგესალმებით ბატონ ნიკოლოზ, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა მოწვევისთვის და დიდი მოგესალმები ასევე. ძალიან საინტერესო დიალოგი გველის წინ და მე პირველ რიგში უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყო საუბარი იმ ტენდენციებით და მიმართულებებით და იმ მოზაიკით, მოდით ასე ვთქვათ, რაც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არის გაშლილი. შეფასებები არის არაერთგვაროვანი. ქვეყანაში არსებობს ესე ვთქვათ მიმართულება, საზოგადოების ნაწილი, რომლებიც ძალიან ოპტიმისტურად უყურებენ პროცესებს და საზოგადოებაში არსებობს ასევე უფრო დიდი რაოდენობით ამ შემთხვევაში მე ანალიტიკოსებზე მაქვს საუბარი ძირითადად და ბიზნესში ჩართულ ბენეფიციარებზე, რომლებიც გაცილებით უფრო ნეგატიურად აღიქვამენ სიტუაციას და მათი თქმით და მათი პასაჟით მარტის თვე თუ სიტუაციის პოლიტიკური დეესკალაცია არ მოხდა, იქნება საკმაოდ რთული. Უგნებავთ იგივე ინვესტიციების მიმართულებით, ტურიზმის დინამიკის მიმართულებით და ყველა იმ პარამეტრის მიმართულებით, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ესე ვთქვათ ყოველდღიურობაზე. მე მაინტერესებს აი ხა იგივე GeoCases მიმართულებითაც, ხო ძალიან საინტერესო ანალიტიკებს ამუშავებთ, ძალიან საინტერესო კვლევები გაქვთ და ასე შემდეგ და აი აქედან გამომდინარე მე მაინტერესებს აი თქვენი მოლოდინების შესახებ მინდა კითხოთ და შემდეგ უკვე განვავრცოთ ჩვენი დიალოგი. ისმენთ ყურადღებით. ალექსანდრო, მინდა სამძიმარით დავიწყო, რომელიც ჩვენ ყველა ჭირისუფალი ვართ, მიუხედავად ჩვენი რაღაც კუთვნილებებისა და ხედვებისა, ეს ქვეყანა კიდევ ორი ანგელოზი დავკარგეთ სამწუხაროდ ამ ფაქტების შეფასებაზე გავთ, ფაქტია, საშინელი შემზარავი უსამძიმრებ როგორც ჩემ თავს, ასევე შენ პირადად და ყველა საქართველოს მოქალაქეს. აბსოლუტურად უმძიმესი ფაქტია და ღმერთმა აწყონოს ეს ამბავშების სულებით და რა ვიცი, ხა გამაჟრიალა ეს გამახსენდა. საქმეზე რო გადავიდეთ და შენ კითხვას რო დაუბრუნდეთ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის. პრინციპში რომ შევაფასოთ მოლოდინის და პროგნოზის გაკეთება ზოგადად არ არის კარგი საქმე. მაგრამ მოდი ვიმჯეროთ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე იმ დატაზე, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა ბოლო 3 წლის განმავლობაში, თუნდაც ავიღოთ პოსტ-კოვიდ პერიოდიდან გამომდინარე, როდესაც ეკონომიკა როგორც დიდ ჭრილში, ანუ გლობალური ეკონომიკის ჭრილში, ისე ჩვენ მიკრო ჭრილში, ანუ ჩვენი ქვეყნის ჭრილში, სად განვითარდა, როგორ განვითარდა და რა პრიორიტეტებზე იყო დაფუძნებული. სულ გამოწვევა იყო ყოველთვის ინვესტიციების მოზიდვა, არა იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ ისეთი სხვა სუბიექტური მიზეზების გამო, ობიექტური მიზეზების გარეშე ჩვენ სუბიექტად პატარა ქვეყანა ვართ, მოწყვლადი ეკონომიკა ვართ და სამეზობლო გვაქვს ცოტა რთული, მოდი ასე ვთქვათ. ერთი ყველაზე ბოროტი და ჭრილოვანი და ჭრილოვანი მეზობელი ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს გეოგრაფიულ მდგომარეობას და გეოპოლიტიკურ მდგომარეობასაც, რაც მეტნაკლებად ართულებდა ჩვენი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას. პლუს იგივე საერთაშორისო რეიტინგებით, საინვესტიციო რეიტინგებზე მაქვს საუბარი და დიდი სარეიტინგო ორგანიზაციების შეფასებებით და გარდა ამისა OECD-ის შეფასებებითაც ჩვენ მაინც და მაინც სასურველ საინვესტიციო გარემო შეფასებაში არ ხვდებოდით. მაგრამ იყო ტენდენცია, ქვეყანა მუშაობდა ამაზე, ტარდებოდა რეფორმები, მიზანი მართლაც მიდიოდა, რომ ეს ჩვენი ქვეყნის სარეიტინგო მონაცემები მეტნაკლებად მცირე ნაბიჯებით ხდებოდა ამის გაუმჯობესება. სამწუხაროდ ამ კრიზისის ფონზე, რომელიც ბოლო წელწადნახევარია თუ 1 წელია დაიწყო და ძალიან აქტიურად სწრაფად განვითარდა ძალიან, მოულოდნელად სწრაფად, ეს ლოგიკურია, ხო, რაღაცა კრიზისი ყოველთვის იწვევს რაღაცა ან სხვა კრიზისის გამომავებას, ან სხვა შესაძლებლობების გამოჩენას და ასე შემდეგ. შესაძლებლობა გამოჩნდეს, ამისთვის უნდა იყოს შესაბამისი უნარების შეგროვილი, ასე ვთქვათ, გუნდი, რომელიც ამ კრიზისის შესაძლებლობებს გამოიყენებდა თავის და ყველა ქვეყნის სასარგებლოდ, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვაკვირდებით ჯერჯერობით და ამაზე არავისთან პირადად არ ვსაუბრობ, უბრალოდ სიტუაციური ანალიზით ამას გვაძლევს. იმიტომ ერთი წელია ეს კრიზისი მხოლოდ ღრმავდება, პოლიტიკური კრიზისის შემდგომი ეტაპები ვიცით რომ არის აუცილებლად ეკონომიკური კრიზისისგან, ჩვენ სავარაუდოდ ჯერ უხილავ ნაწილში უკვე ერთი ფეხი ჩადგმული გვაქვს
აქვს ამ ნაწილში დამინდის. სამწუხაროდ ქვეყანა რო ავიღოთ უკვე სრულ იზოლაციაშია ცივილურ სამყაროსთან, ეს იქნება პოლიტიკური განცხადებები თუ ფიზიკური განცხადებები თუ ფიზიკური ქმედებები, ამის იქით უკვე ვერაფერს ვეღარ დავმალავთ. ყველაზე მთავარი რაც არის ინვესტიციის მოზიდვისთვის და ინვესტორის ასე ვთქვათ, უსაფრთხოებისთვის, რომ ინვესტიციას რატო აკეთებს, ხო ის აკეთებს ფულის დაბანდებას, ირჩევს ისეთ ბაზარს, სადაც უკუგება მის ჩადებულ კაპიტალზე შედარებით მაღალია, ვიდრე მის ტრადიციულ გარემოში, სადაც არის, ან მისთვის საინტერესოა ახალი ბაზრის აღმოჩენა და ახალი შესაძლებლობებით. ჩვენ შემთხვევაში ეს შესაძლებლობები თითქმის გაქრა, იმიტომ რომ დავკარგეთ პირდაპირ გაგებით კავშირი ცივილურ სამყაროსთან, სადაც გაყიდვის ბაზარი შეიძლება იყოს ამ ინვესტიციის შედეგად ამოღებული თანხის და რაღაც დაგენერირებული ეკონომიკური სარგებელის დაიკარგა უსაფრთხოების შეგრძნება, ამიტომ რომ პოლიტიკური კრიზისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ამისთვის. ბატონო ნიკოლოზ, ერთი პატარა რემარკა მექნება, ძალიან საინტერესოდ ვჟელობთ უპირველეს ყოვლისა და მადლობა ამ აქცენტებისთვის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მე არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი რომ არ გვაქვს ხოლმე უფლება რაღაცეებზე მოვდუნდეთ საბოლოო ჯამში. მე ამას გუშინდელზე და გუშინწინდელზე არ ვიძახი. მთელი 30 წლის განმავლობაში ალბათ აქ უნდა ჩაგვეყარა სათანადო ფუნდამენტი, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რომელიც ყოველთვის ცეცხლზე ნავთას ხავს. თქვენ ბრძანეთ რეალურად რეგიონში არსებული არასტაბილური სიტუაცია და თან მით უმეტეს ის სიტუაცია, რაც ახლა გაიშალა გლობალურ მოზაიკაში. ხო უყურებთ ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებს, ევროპის პასუხს, მერე იქ სადღაც ჩინეთია, იქ სადღაც რუსეთია, აქ საერთოდ საუდის არაბეთი ხდება მომრიგებელი რუსეთ-უკრაინას შორის და ასე შემდეგ. ანუ მოკლედ ერთი საინტერესო, არ მინდა რაღაც ცუდი სიტყვა, უცმაწური სიტყვა გამოვიყენო, ერთი დიდი გეოპოლიტიკური დომხალია, როგორც იტყვია. ხო ეხლა აქ ჩვენ გვჭირდება რომ ვიპოვოთ ჩვენი ღირსეული ადგილი, მაგრამ მე სამწუხაროდ ვერ დავინახე ვერასდროს ის ნიშნები, რის საფუძველზეც ჩვენ ეკონომიკას და ბიზნესს და ჩვენს თანამოქალაქეს ელემენტარულად ვაგრძნობინებდით თავს ქუდში, როგორც იტყვიან. რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ რეალურად მთელი ამ წლის განმავლობაში, წლების განმავლობაში ვერ შევქმნით სათანადო პრეფერენციები ინვესტიციების დასაცავად, ვერ შევქმნით კაპიტალის ბაზარი, ვერ შევქმნით კაპიტალის დაზღვევის მექანიზმები, ვერ შევქმნით სათანადო ეკოსისტემა, რომელიც მცირე მეწარმეებს დაასტიმულირებდა, რომ მათ შორის კიდევ ერთხელ ყოველგვარი პოლიტიკური პრეფერენცია და ყოველგვარი პოლიტიკური სიმპათიების გარეშე ვსაუბრობ ახლა რეალურად ძლიერ ქვეყანას ეკონომიკურად შეუძლია გადალახოს ნებისმიერი იზოლაციონიზმი. აი ყოველთვის ჯვარეაქაურობას ყოველთვის მომყავს ხოლმე ბელორუსის მაგალითი. აი ბელორუსმაც კი წლების განმავლობაში კიდევ ერთხელ ჯვარეაქაურობას სად ლუკაშენკო და სად საქართველო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიზახი, შექმნა ისეთი სასურსათო და სავალუტო დოვლათი, რომ ერთჩვენიერ დღეს რუსეთმაც რო შეუწყვიტოს დაფინანსება, ის მინიმუმ 5 წელი თავს გაიტანს. ჩვენ სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ გვაქვს, იმიტომ რომ წარმოების ხაზი დევალვირებული, რეზერვების ხაზი დევალვირებული, აბსოლუტურად ყველაფერი დევალვირებული. აი რეალურად ამ მიმართულებით, აი რა უნდა გაგვეკეთებინა? ეხლა მე მესმის პროგნოზებზე არ გვინდა საუბარი, ცოტა უმადური საქმე არის, მაგრამ აი რეალურად რა ფუნდამენტები იყო ჩასაყრელი იმისთვის, რომ დღეს ხედვართ. აი თუნდაც პრივატულ საუბრებში და ველაპარაკებით ერთმანეთს რა გველის მარტში, ხო? არ ვიცით რა გველის მარტში. აი აქამდე რო არ მივსულიყავით საბოლოო ჯამში და გაცილებით ისე დიდი მაკროეკონომიკური ფარი შეგვექმნა. ხო აი რა იყო ამისთვის გასაკეთებელი? წარსულზე რომ არ ვიმსჯელოთ, მოდი დღესა გავაკეთოთ, მასე ვიმსჯელოთ სანდრო. იმიტომ ეგ ვიცით, ბევრი რაღაცა, ძალიან ბევრი, მათ შორის მართლა ექსპერტმა და მართლა ისეთმა შინაარსიანი არგუმენტებით ითქვა, რომ რა ჯობდა რომ გაკეთებული იყო და რა არა. პირველ რიგში, აი ეხლა დღეიდან რო ვილაპარაკოთ და არის და არასოდეს არ არის გვიან, ხო? ესეთი ის არის, ან ჯობს გვიან ვიდრე არასოდეს, ხო? ან ჩვენ ამ რეჟიმზე უნდა გავიდეთ და პირდაპირ გადავიდეთ ამ ნაწილში. რა გვჭირდება? ჩვენ ეკონომიკა გახდა ძალიან მოწყვლადი, განსაკუთრებით ბოლო 1 წელი. მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა ეს პოლიტიკური კრიზისის გამოვლენების ნაწილში, თუ ჩვენი მეგობრები და ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი იქნება ამ ძალიან სამართლიანი პროტესტში ჩართული, ძალიან მშვიდობიანი პროტესტია და ეს არ უშლის არანაირად ხელს მოზიდვას თუნდაც ტურისტის და ყველამ კარგად დაინახა საქართველოში. 2 თვეზე მეტი გრძელდება უკვე უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი და ერთი პატარა კენჭი არ დავარდნილა ესეთი ცუდი გაგებით და ჩვენ ვიცით ყველა განვითარებულ ქვეყნებში პროტესტების ფორმა როგორ ნაწილში გადადის და ეს არ არის ხოლმე მარტოღაც პოლიტიკურ მოტივებით დაწყებული პროტესტი. მე შევესწარი ერთ-ერთი ქვეყნის საფეხბურთო
გუნდმა რომ გაიმარჯვა რაღაც გარდამავალ ეტაპზე ფეხბურთის საერთოდ არ მესმის ეს სპორტი დიდად, მაგრამ რაგბი რა თქმა უნდა და ბრუსელში იყო, აი განადგურებული იყო ბრუსელი მთლიანად, იმიტომ რომ მაროკოს გუნდმა იქ რაღაცა მოიგო, გაიმარჯვა და ანუ იქ მთავარ დიასპორა რაღაცა გაანადგურეს ამის გახდა ევროპის ჩემპიონი და ამის გამო ხდებოდა. ანუ ცოტა ცუდი შეფასება, მაგრამ მე მეთქვა რომ რამდენად ორგანიზებულია, რამდენად იდეაზე დაფუძნებულია და რამდენად სუფთაა ეს პროტესტი, იმიტომ რომ ეს ძალიან სწორ მიმართულებას ეს არ არის ვიღაცის წინააღმდეგ მიმართული, ეს არის სისტემის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც სისტემა გახდა თავის ხვერპლი. და რა მივიღეთ ამ სისტემური არასწორი ნაბიჯებით წარსულზე, რა თქვა, შეიძლება და კარგი. პირველ რიგში ეს არის სასამართლოს რეფორმა, რომელიც თითქმის არ შედგა, არ არსებობს და განსაკუთრებით ამ ორ თვეში და ამ გასულ ერთ წელიწადში ძალიან მკვეთრად გამოჩნდა ეს ყველაფერი, რომ მე რო რაღაც უცხოელი ინვესტორი, ინსტიტუციური ორგანიზაცია, შემდგარი სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან და გადავწყვიტეთ, რომ რაღაცა დედამიწის რაღაც კონკრეტულ ადგილზე ჩვენ თანხამად ჩავდოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენ თანხას ვდებით, იმიტომ რომ თანხა ამოვიღოთ უკან და გვინდა რა თქმა უნდა ამ თანხის ჩადებას, ამოღებას თავისი დადებითი სარგებელი მოაქვს იმ კონკრეტული ეკონომიკისთვის, ხო? მეტი ადამიანის აქ ხდება, პლუს მოდის უფრო ჭკვიანი ფული ამ შემთხვევაში, მოდის ახალი ნოუ-ჰაუ, მოდის ახალი გამოცდილება, გინდა არ გინდა ეს ეკოსისტემა იწყებს რაღაცა ახალი სწავლას და მოძლიერებას. ბელორუსის მაგალითით, ბელორუსი ერთ-ერთია 5 თუ 6 ქვეყნისგან დედამიწაზე, რომელსაც თვითკმარი არის თავისი რესურსებით. ეს არის ადამიანური რესურსები, პოპულაცია, ანუ მოსახლეობის რაოდენობა ჩართული ეკონომიკაში, რეალურად ჩართული ეკონომიკაში არის საკმაოდ მოცულობითი სახით და ასევე მათი ბუნებრივი რესურსები, რომ მან თავისი თავი გამოყვებოს, აქვს ძალიან დიდი. და აქედან გამომდინარე, ჩვენ რო ვადარებთ ხოლმე ბელორუსიას, მე ვფიქრობ, რომ ბელორუსიელები ძალიან ბრაზდებიან ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ იმასთან მართლა ფიზიკური რესურსები ძალიან შორს ვართ და მაინც არ გვინდა რომ შევედაროთ ცუდს და გვინდა ყოველთვის კარგი შევედაროთ. რა თქმა უნდა. და ეს მაგრამ ეს მართლობითი პრინციპი, რომელიც მიდის და იძირება, ხო, ჯერ იყო სასამართლო, ხო, რომელიც ვერ შედგა ეს რეფორმა 12 წლის მანძილზე და ბოლო ამ 13 წელს საერთოდ სრულად გაუგებარებისთვის არის ძალიან დიდი კიბე. არბიტრაჟის იმ დონეზე არ ქონა. ეხლა მე მაგალითად, ჩემ მაგალითად მარტივად შორიდან ალაპარაკობ, მე ვარ ჩართული მცირე ბიზნესშიც, მსხვილ ბიზნესშიც, მართვაშიც, მე თვითონაც ვარ დამფუძნებელი და ასევე ვარ რაღაცა გავლენაზე ორიენტირებული ინვესტორი, ინვესტიციებს ვცდილობ რომ გავლენაზე, ანუ იმპექტ ინვესტმენტები ვაკეთოთ, ბოლო 10 წელი ამ ნაწილში თანამშრომლობ, როგორც ჩემი პარტნიორებთან ერთად, ასევე საერთაშორისო მსხვილ გავლენაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებთან ერთად და ეს ამ ინფორმაციაზე წომა გვაქვს. იმიტომ რთულ ბაზრებზეც ვიწევს მუშაობა. აქედან გამომდინარე, პირადი გამოცდილებით, ხო, ძალიან მსხვილი პროექტი, ანუ მატერიალურად აღებული არაფერი, რაღაც მილიონი ევროს ფარგლებში იყო, მაგრამ შინაარსობრივად ძალიან დიდი პროექტი, ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო, მთლიანად ესეთი გავლენაზე ორიენტირებული, დაიკარგა ჩვენი პარტნიორი ერთი ლაივში გასული სიუჟეტის გამო, რომელშიც პარტნიორებმა თქვეს, რომ ეს ჩვენი ბრენდისთვის არის დამაზიანებელი. და ჩვენ კი არა, საიდუმლო არის ბალი, ეს არის შვეიცარიული კომპანია ბალი, რომელიც არის ლაქშერი სეგმენტში წარმოდგენილი, რომელსაც აქვს ასევე თავისი ფონდი ბალი Peak Outlook Foundation, რომელიც არის მიზანმიმართული გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციებზე და გარემოსზე, მავნეზე მოქმედების შემცირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ვიყავით 50 პარტნიორები, ჩემი კომპანია და ბალი და თავისი ფონდით, ვაკეთებდით ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, 3 წელია საქმეში ვართ, ამით ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით და ეს კიდევ კავშირშია იმ სტრატეგიასთან, რომელიც საქართველოს აქვს ერთ-ერთი მისი ეკონომიკის მამოძრავებელი, ასე ვთქვათ, ღერძთან, ტურიზმთან. ხო? და მაგასაც მიუბრუნდეთ, მოდი დავუყოთ რა. აქედან გამომდინარე ერთი პატარა სატელევიზიო სიუჟეტით და შემდგომ ამ შესწავლით, რომ სასამართლოში რაღაცა არ მოქმედებს ამ ქვეყანაში, ბალისთვის ეს დამაზიანებელია, იმიტომ რომ ისეთ ქვეყანაში, სადაც მის პარტნიორებს არასამართლიან გარემოში აყენებენ, პრობლემა აქვს და უნდა შევიდეს. ამას მოყვა გაგრძელება. კომპანია რო გადის ურთიერთობიდან, ჩვენ გვაქვს კონტრაქტუალური ვალდებულებები, რომელიც დაფუძნებულია ბრიტანულ სამართალზე, ჩემი კომპანიის, ანუ ქართული და ბრიტანული, ამ შემთხვევაში შვეიცარიული, რომელიც ბრიტანეთშია მისი წარმომადგენლობა, დაფუძნებულია ურთიერთ თანამშრომლობაზე და ბრიტანულ კანონზე. რა თქმა უნდა, იმ კომპანიის ღირებულება დაახლოებით 8 მილიარდზე მეტია და ეხლა კიდევ გაიყიდა და დიდმა მსხვილმა ამერიკულმა ფონდმა იყიდა და valuation კიდევ უფრო გაიზარდა ამ ტრანზაქციის შემდეგ და საჯარო კომპანია და სხვა ისტორია. დებს ხელშეკრულებას ვიღაც ქართულ პატარა კომპანიასთან, ვიღაცა მიკა ალავიძესთან, რაღაცა ვინ არის
საერთოდ ვის დაკარგვია ხო ამ იმაში და ხელშეკრულების ნაწილში ეს რომ დაცული იყოს ორივე მხარის უფლებები მომავალში გააყრის, გააყოფის ამისი ბრიტანული კანონმდებლობა ამას სავალდებულოს იმას მიუხედავად იმისა რამდენი სხვილია ამ ორი პარტნიორიდან სამი ან ამ პარტნიორიდან ერთ-ერთი ის იყოს ეკვილიბრიუმის პრინციპით თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი ორი მხარის პირობები და უფლებები. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლა მოხდა კეთილინებით, იმიტომ რომ მოლაპარაკებაზე პრინციპში რო თქვა მარტივად მე შემიძლია ფეხები გამეფშიკა და ძალიან დიდი კომპენსაცია წავამეღო რაღაც ძალიან ოპტიმალურ დროში ანუ არბიტრაჟით რომელიც არბიტრაჟის თანხებით დაიფარებოდა და საკმაოდ დიდი ხა 5 მაგი 6 მაგი თანხის კომპენსაცია მომეთხოვა ვიდრე პროექტის ღირებულება იყო მაგრამ რა თქმა უნდა ეს გამოწვეული იყო ამ სუბიექტური მოვლენებით რაც ქვეყანაში შეიქმნა და მომავალს უყურებდა რაღაც რომ დაალაგდება მე კიდევ გინდა რომ მოვიდეს ხო ანუ რისი თქმა მინდა რომ როცა ინვესტორი დარწმუნებულია რომ ის თავის თავს დაიცავს მას არ მოუწევს დავა რაღაცა გაუგებარი იურისდიქციაში ის მეტნაკლებად მარტივად მოდის და ჩვენ რა თქმა უნდა უკვე ინვესტირებული ქონდა რაღაც გარკვეული თანხები რაც ბალეს გადასახედიდან არაფერი არის მაგრამ ჩემი გადასახედიდან და ამ ქვეყნის ეკონომიკის გადასახედიდან ძალიან დიდი თანხაა დიდი რეპუტაციული რისკია და ამიტომ ეს ვაგვირე გავედით. ეხლა ეს პატარა кейსი რატომ მოვყევი? იმიტომ რომ განვავცოთ სხვა დიდი მოთამაშეები დადიან. კი, და რამდენად შეიძლება, ხო? ჩვენ რო გვინდა პარტნიორობა საერთაშორისო დაალაგებულ დიდ კორპორაციებთან და კომპანიებთან, ვინც რაღაც ღირებულებას ქმნიან და არა მარტო ფულით შემოდიან, რომელიც წარმომავლობად შეიძლება საეჭვო გახდეს. ამ შემთხვევაში არამედ ინვესტიციის აზრი რა, ეს ხო არა მარტო ფული არის, ეს არის ასევე ნოუ-ჰაუ, ეს არის ის ცოდნა, ანუ smart ფულია, ხო? ჩვენ გონიერ ჭკვიან ფულზე და მოვიდა რომ ჩვენ თვითონ რაც გამოვტოვეთ ბოლო 100 წლის მანძილზე კაცობრიობის განვითარების ნაწილზე მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს იქნება თუ სხვადასხვა განვითარებები დავეწიოთ იმ ნაწილს და სწრაფად გავაკეთოთ რაღაცა ხო გვინდა დასავლური განათლება მივიღოთ განათლებაზე გექნება მომდევნო ბლოკში საუბარი და იმიტომ ვიწევთ საზღვარგარეთ და განსაკუთრებით ევროპაში ან ამერიკაში რომ განათლება მივიღოთ იმიტომ გვინდა რომ ის განათლების სიცარიელე რაც აქ გვაქვს ის შევავსოთ და ასე შემდეგ ესეც იგივე მომენტია ამიტომ საერთაშორისო მოდი ესე რომ შევა საერთაშორისო კომპანიების კორპორაციებისთვის რითი ვარ ჩვენ სანდომიანები აი ესეთი кейსი რომ მოხდეს ცოტა დიდი და მეორე მხარეს ქართული სასამართლო იყოს მითითებული ან ნებისმიერი სხვა რითი უნდა დაიზრუნოს რითი უნდა დაიცვას ინვესტორმა არ მოხდა არაერთი თუნდაც გასულწოს აი ნამახვანის кейსი ეხა თუნდაც ხო და რომელი ერთი საბოლოო ჯამში ეხა თან ეხა მიდუმეტეს ეხა თქვენ ბრძანეთ მათ შორის ძალიან სოლიდური ინვესტიციას ეხა რატო უნდა დავკარგოთ ჩვენ თითოეული ინვესტიცია მაგრამ ეხა ნამახვანის кейსი რომ ახსენდება 9 მილიარდიანი ინვესტიცია საბოლოო ჯამში ანუ ეს არ არის მაინც და მაინც რეპუტაციულად კარგის მეტყველი ჩვენს ქვეყანაზე მე ამას ვიტყოდი რომ თანხას ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ციფრებია მთავარი თქვეს ამ წელხვეთში უკვე ამ ტურისტთა მიმართებაში და ბიზნესთან მიმართება ყველაფერთან ხო ციფრები მთავარია მაგრამ ციფრები ამ შემთხვევაში ამ მოცემულობით თქვაზე 100%-იანი 100 ბალიანი შკალიდან 100-ვე ქულას არ იქნებს თავის თავზე ხო ეს არის რაღაც ნაწილი ღირებულებითი ჯაჭვის და რეპუტაციული რისკი ის ახსულების რისკი იმიტომ ნამახვანის შეფერხება და განვითარება და ახსულება ეს ხო ყველაფერი რაღაც ნელ-ნელა აშენდა ხო ამ ნაწილში ყველაფერი ყველა კომპონენტში იყო სრული ჩავარდნა მეორე მხრიდან ანუ ინვესტორის მხრიდან კი არა ჩვენი მხრიდან ანუ ქვეყნის მხრიდან იმიტომ ვერც ერთ დონეზე ვერ მოხდა ვერაფრის ახსულება მიღებული ეს ხო პასუხისგებლობა ეს ხო ვალდებულება ინვესტორთან აღებული ნაკისრი ვალდებულება ხო თუნდაც იგივე მოლაპარაკება ადგილობრივ აქტივისტებთან ვინც ამას აპროტესტებდა აქაც არის ყველაზე დიდი პრობლემა იყო ინფორმაციის ნაკლებობა ინფორმაციის არ მიწოდება მაგრამ ამ ინფორმაციის დეტალების მიწოდებაზე რა თქმა უნდა ინვესტორის მხარე მარტო არ იყო პასუხისგებელი და ბოლოს და ბოლოს თარგმანის პრობლემაა ხო იმან ის თავის ენის ბარიერიც აქედან გამომდინარე ჩვენ რომ გვინდა რომ შევქმნათ წარმატებული кейსები რომ ინვესტორი მოვიდეს უნდა გქონდეს ასევე ამის ახსულების წარმატებული кейსები რაც აი ბოლო 20 წლის მანძილზე არ ვიცი როგორ შეიძლება თითებზე ჩამოვიდოთ სალიხელი გეხვებით თანამედროვე ხო ეხა ენკა არ არის თან დასაკარგი კომპანია ეს არის სისტემური პრობლემა და სისტემური პრობლემას ბევრი პატარ-პატარა შემადგენელი და ვახსენს ტურიზმიც ხო ტურიზმის და ჩვენი ეკონომიკის დაახლოებით 16-დან 18%-მდე ჩვენი GDP-ის ნაწილში ტურიზმი თამაშობს და ტურისტებს ძალიან დიდი გამოწვევები აქვს ყველაფერი ციფრებიაო ვითქვა ამ იმაზე რაში ზარვე თანხმებით მაგრამ ტურიზმიც ხო ჩვენ ეს არის ექსპორტის ერთ-ერთი საშუალება ხო რაღაც მივიღოთ ბევრი ტურისტი და აი 2025 წელია და ჩვენ არ ვიცით ტურიზმის სტრატეგია რა გქონდა ბოლო 10 წელს განმავლობაში და ახლა რა გვაქვს სააბაზრებზე მუშაობთ როგორ მუშაობთ რანაირად მუშაობთ რას ყიდით ბჭყალებში და ეს
მიღირებულებითი ჯაჭვი ამ ტურიზმის მიღების როგორ არის, იმიტომ რომ ეს კომპლექსური ნაწილია. ჩვენი ტურიზმის ნაწილში ახლა არანაირი სტრატეგია არ გვაქვს, უცბად გაცხადა რომ არაბულ და ინდურ ბაზრებზე მივდივართ. ოკეი, არ ვიცით, დეტალებს რო გვეტყვი ამაზე, იმიტომ მე ტურიზმშიც ვარ ჩართული, თან მაღალ მხარჯველ ძალიან ნიშურ სეგმენტში, საერთოდ ახალი სეგმენტი გავაჩინეთ ჩემ პარტნიორთან ერთად, იმიტომ ეს შემთხვევით მოხდი. მაგ იმაში და ის ხალხი არის ამაში ძალიან კომპეტენტური და ძალიან ნიშური კონტაქტებით, მათი პირადი დამსახურებით, რომ ქვეყანა გაიცნეს კიდევ ძალიან მაღალ საზოგადოებაში და აი ხა ჩვენი აი ამ დაკარგული ინვესტორიდან გამომდინარე, გეტყვით რომ აი რიჩმონდის ქუჩაზე და ოქსფორდის სტრეზე, ოქსფორდ სირკლზე ლონდონში, სადაც ყველაზე მსხვილი და ყველაზე მდიდარი ბრენდის მაღაზიები გამოდა ერთი კვირა საქართველოს კლიპი გადიოდა და ყველგან არ მარტო ბალის ეგიდით ყველა იმაში და ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებაში 1926 წელს გიორგი ნიკოლაძეს ქონდა პრეზენტაცია იმის მერე ქართული პრეზენტაცია ესეთი სახით არ ყოფილა და იყო საქართველოზე სათავგადასავლო შესაძლებლობებზე უშუალებელი პრეზენტაცია ისევ ჩვენი ამ ბალის პარტნიორებთან გაკეთებული. ამაში სახელმწიფომ დახარჯა 0 ცენტი თეთრი, არაფერი აბსოლუტურად. მაგრამ მიიღო უშუალებელი სარგებელი. და ამისი დოკუმენტური რაღაცა მე გამომცემლობები გამომიყო და დაიკარგა. ოკეი, მაშინ ვიცოდით რომ ნიშა ჩვენ იყო მაღალმხარჯველ ტურისტებზე, მაღალმხარჯველ ქვეყნებზე და პლუს ახლა მალე უნდა დაიწყოს პირდაპირ ფრენა ლონდონიდან საქართველოში, ქუთაისში, რაც ძალიან მაგარია, მაგრამ სტრატეგია რომ არა გვაქვს და ესეც რაღაცა იმაშია მასონური ლოჟების მართულ ქვეყნების სიაშია მოხვედრილი უკვე გაერთიანებული სამეფოც ჩვენ მივდივართ ინდოეთში და არაბეთში, ანუ ძალიან კარგია, მაგრამ ან პოტენციური ტურისტების ქცევის მანერა, ქცევის პრეფერენციები ჩვენ გვაქვს ის პროდუქტი, რაც მათ უნდათ რომ შევთავაზოთ, თქვა შესწავლილი რა დონეზეა, არ ვიცით. ასევე ჩვენ გვახსოვს ყველას კარგად, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო, რომ უხეშად 10 ინდოელი ტურისტიდან 9 საბაჟოდან, ანუ საზღვრიდან აბრუნებდნენ უკან და არიღებდნენ და სულ პრობლემები იყო და ამაზე ძალიან ბევრს საუბრობდა ერთ-ერთი მსხვილი ტურისტული კომპანია, რომელიც ინდურ ბაზარზე მუშაობდა და სულ ეს გამოწვევები ჰქონდა. ანუ სისტემურად ეს საკითხიც მოგვარდა, ვიცით, რომ არის, ანუ ამ საშუალო და მცირმა ჰოსპიტალიტის წარმომადგენლებმა უნდა ვიცოდეთ, რომ აი ახლა უკვე ჩვენთვის პრიორიტეტი აღარ არის მაღალმხარჯველი ევროპელი და ამერიკელი და იაპონელი ტურისტი და უნდა გადავიდეთ ამ სრულიად ჩვენთვის შეუცნობელ ბაზარზე, სეგმენტზე. აბსოლუტურად ეს კომუნიკაციის ნაწილია. არა, ყველგან დიალოგის დეფიციტია. დიალოგის დეფიციტსაც ვიტყოდი, კომპეტენციის უშუალებელი დეფიციტია, იმიტომ რომ ეს ჯერ კომპეტენცია მოდის და მერე დიალოგი, იმიტომ რომ ესეთ ცნობილი გამონათქვამია ქაიზი კაზიმოვს, ძალადობა ან აგრესია არის არაკომპეტენტურის უკანასკნელი თავშესაფარი, ანუ გადავთარგმნოთ, ხო, violence is the last refuge of incompetent. და ახლობით აქ ვართ ზუსტად რა. ყველაზე კარგი თავდაცვა არავის არ ვლაპარაკოთ, თქვათ რაღაცა მე ვარ ჭეშმარიტი და თუ ნიკა რაღაცას განსხვავებულად სიტყვის, არის უკვე წინააღმდეგი და უკვე ვარ, რა ვიცი, რომელიღაცა ლოჟის წარმომადგენელი, ძალიან ცუდი ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის ავტორი, ბლუპრინტები ჩემთან სახლში იპოვეს მაგისი და ასე შემდეგ. ეხლა ვინც თქვენ გიცნობთ პიროვნულად, ეხლა დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ნამდვილად ეხლა თქვენზე ამის თქმა წარმოუდგენელია. მე ერთ-ერთი მენარება ის, რომ ნახევარი საათი არ გვიყო იმ თემების გასაშლელად, რა ეხა MR-ზეც მინდოდა მეკითხა თქვენთვის, ბევრი თემა დაგვრჩა, რაც გვიტოვებს კიდევ ერთხელ წინაპირობას იმისას, რომ ხშირად იყოს ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი სიამოვნებაა. და ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან ხშირად გვესტუმრებით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის თქვენთან საუბარი. მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე. ბატონ ნიკოლოზ ალავიძე, იყო გადაცემა მონეტიზაციის სტუმარი.